საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნის და ზაიედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა. სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და ამოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა სულთან აჰმედ ალ-ჯაბერმა გახსნა. ღონისძიებას დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი, რომელმაც ზაიედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით ხვალ გამოვა. პანელური დისკუსიის მთავარი თემა შუა დერეფანი ევროპისა და აზიის ენერგიის მეშვეობით დაკავშირება იქნება. პრემიერ-მინისტრი სწორედ შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს როლსა და სატრანზიტო პოტენციალზე გააკეთებს აქცენტს. დაგეგმილია შეხვედრები მსხვილ საინვესტიციო კომპანიებთანაც. აბუ-დაბიში დაიწყო მდგრადი განვითარების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს და ისაუბრებს შუა დერეფნის განვითარებაზე და მის პერსპექტივებზე, რაც საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს მაღალი დონის სტუმრები, მიიღებენ მაღალი დონის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც შესაძლოა ინვესტირებას განახორციელებენ საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.